შეფასებების თემა ევროკავშირის მორიგი ანგარიშიც. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი დოკუმენტში საქართველოსთან დაკავშირებით დასმულ აქცენტებს იზიარებს და აცხადებს, რომ ევროკავშირი ადეკვატურად აფასებს იმ ვითარებას, რაც საქართველოშია. მმართველი გუნდი კი ფიქრობს, რომ თუ რომელი მხარე საკუთარი პოლიტიკით ზიანს აყენებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, ეს მათივე განცხადებით სწორედ ევროკავშირია. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ანგარიშის თანახმად საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა მნიშვნელოვანი უკუსვლით ხასიათდებოდა. ანგარიშში ხაზგასმულია 2025 წლის სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან საპროტესტო აქციების მონაწილეების არასათანადო მოპყრობა და ახალი კანონმდებლობები, მათ შორის მაუწყებლობის და უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონები. დოკუმენტში ნათქვამია ისიც, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებებმა ფაქტობრივად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების წინა პროცესის შეჩერება გამოიწვია. ევროკავშირის ანგარიში არის იმ ძიმე რეალობის ანარეკლი, რომელიც არის საქართველოში, რომელიც შექმნა ქართულმა ოცნებამ, რეპრესია, ტერორი და ოპონენტები ციხეში. ჩვენ როდესაც საუბრობთ, რომ ივანიშვილის რეჟიმს სააკაშვილის ჭრილისაც კი ეშინია, გულისხმობთ იმას, რომ თუ არ ეშინია, მაშინ გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი, მოდი ჩავნიშნოთ არჩევნები და ვინ გაიმარჯვებს აი ესეთ კონკურენტულ არჩევნებში. ნახავთ ყველანი ერთად. ესეთი ქვეყანა, რომელიც ქართველი ხალხის საჭიროებებზე კი არ ზრუნავს, კეთილდღეობაზე კი არ ზრუნავს, ღირსეულ მომავალზე კი არ ზრუნავს, ზრუნავს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე, საკუთარ ოქროზოდებზე და ამის გამო ოპონენტები ყავს ციხეში და თანამოქალაქეებს უწყობს რეპრესია და ტერორს. ამაზეა საუბარი ევროკავშირის ანგარიშში. ფაქტია, რომ ხელისუფლება იმის ნაცვლად, რომ ასეთი ტიპის დასკვნებს, ასეთი ტიპის საერთაშორისო შეფასებებს, ეს იქნება EUTO, ეს იქნება საპარლამენტო ასამბლეა ევროსაბჭოს, ეს იქნება ევროკავშირი თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები იმისთვის კი არ იყენებს, რომ საკუთარ სარკეში ჩაიხედოს და რეალობა დაინახოს და მის გამოსწორებას იცადოს. პირიქით ამას იყენებს იმისთვის, რომ პროპაგანდა გააღვივოს საკუთარი მოსახლეობაში დასავლეთის წინააღმდეგ, თითქოს რაღაც თავს გვახვევენ რაღაც წესებს. ესეც იმ შეტევის ნაწილია, იმ ძველი პოლიტიკის გაგრძელებაა, რაც ქართულ ოცნებასთან მიმართებაში ბოლო პერიოდებში ხორციელდება, ბოლო წლებში ხორციელდება. ერთია რას ამბობენ და მეორეა ის ავტორიტეტული რეიტინგული ორგანიზაციები, რა სტატისტიკებს აქვეყნებენ. სადაც ციფრებთან, სტატისტიკასთან და რეალურ საკითხებთან გვაქვს საქმე, იქ საქართველოს ფორით ამარცხებს ყველას და სადაც ესეთი მოგონილი ცილისწამებლური განცხადებებია, ამ ცილისწამებლურ განცხადებებში არიან ჩარჩენილები, ჩაფლულები, დღევანდელი ევრობიუროკრატები და იმართლა გითხრათ, ეხლა იმედი ამ მხრივ არ გვაქვს ჩვენ, რომ რაღაცა შეიცვლება. თუ რომელიმე მხარე საკუთარი ქმედებით, საკუთარი პოლიტიკით ანგრევს, ზიანს აყენებს და კითხვის ნიშნებს ქმნის ქართულ ევროკავშირულ, ანუ საქართველოსა და ევროკავშირის შორის არსებულ ურთიერთობებში, ეს არის ცალსახად სამწუხაროდ ევროკავშირის მხარე, ორმაგი სტანდარტი, ის შეფასებები თუნდაც რაც ამ დოკუმენტში არის გაკეთებული, საერთოდ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ეს კანონები არის სწორედ სახელმწიფო სუვერენიტეტისთვის მიღებული და კიდევ ერთხელ წარმოუდგენელია ევროპის რომელიმე ქვეყანამ, რომელიმე დედაქალაქმა გაუძლოს იმას, რომ ერთი მუჭა პროტესტანტები წლის განმავლობაში კეტავდნენ ქვეყნისა და დედაქალაქის ცენტრალურ არტერიას, ცენტრალურ გამზირს. და ამ სრულიად მავნე არადემოკრატიული ქმედების წინააღმდეგ კანონპროექტის მიღება არ შეიძლება დემოკრატიის უკუსლად იყოს განხილული.